საფინანსო სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე გასული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2013-ის ბიუჯეტს სეკვესტრირებულს უწოდებდნენ, ამ ეტაპზე განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა. წლის განმავლობაში იყო რაღაც მოარული ხმები, რაღაც მოსალოდნელ სეკვესტრებზე თუ ესე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ ბიუჯეტი შესრულდა, მოახდინეთ ყველა ვალდებულების გათვალისწინება და სეკვესტრი ეს სიტყვა პრაქტიკულად ამას პრაქტიკული დანიშნულება აღარ მიეცა. ყველა ვალდებულება გავისტუმრეთ. კიდე შეიძლება ერთი რაღაც ითქვას, რომ თუ ამ ანგარიშს დავინტერესდებით, შემოსავლების კუთხით პრობლემა არ ყოფილა, 97%-ით შესრულდა შემოსავლები. მივედით, პრობლემა განაპირობა იმან, რომ პრივატიზაციიდან უნდა შემოსულიყო, გეგმა იყო ყოველ შემთხვევაში. გეგმა შეადგენდა 4.587.000 ლარს, რაც შესულა მხოლოდ 17%-ით. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან და შარშან წინდელ წლებშიც დიდი აქტივობა ამ მხრივ არ ყოფილა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანმა ცვლილებამ, ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ ფინანსური დოკუმენტის მორიგ ზრდას მხარი იმ მიზეზით არ დაუჭირა, რომ თვითმმართველობაში გაბერილი შტატებია. საქმე იმაშია, რომ აქ სოციალურად გაჭირვებულების თუ შეჭირვებულების დახმარება არაფერ შუაშია, მინდა გითხრათ, ამაზე ბევრად მეტი იყო გასაკეთებელი. მე არ დაუჭირე ბიუჯეტის ცვლილებას იმის გამოისობით მხარი, რომ აი აქ მაქვს ციფრები. 1.127.000 არის ისევ გაწერილი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებას. როდესაც 2012 წელს დაიხარჯა 522.000 ლარი. 13-ში დაიხარჯა 940, ეხლა იხარჯება 1.127.000 ლარი. მე ვაკეთებ შედარებას. 2012 წელს ისევ ნაციონალური მოძრაობის დროს, კონკრეტულად მერიაში დაიხარჯა წლის განმავლობაში შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 324.000 ლარი. წლევანდელ ბიუჯეტში ქართულ ოცნებას გაწერილი აქვს 687.700 ლარი. ანუ 100%-ზე მეტია ზრდა ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ გვაყვედრიდან, გვედავებოდენ იმას, რომ ბევრია შტატგარეშე მომუშავეთა ადამიანები, 100% და მეტით აქვს ეს ყველაფერი ოცნებას გაზრდილი. და სწორედ ამ უხლებში რომ არ შეიტანეს ცვლილებები, სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა ამ საბიუჯეტო ცვლილებებზე მხარდაჭერა. გია უკლებას განცხადებას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა, შოთა მორღულია ბრალდება შტატების ზრდასთან დაკავშირებით უარყოფს. ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაუჭირა მხარი ბიუჯეტის იმ ცვლილებას, სადაც სოციალური და უცხოელი მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაზე შედიოდა ცვლილება. ეს პირდაპირ ილუსტრირებაა, მე მგონი, მათი მხრიდან, რომ მათ მხოლოდ საუბარი უნდათ პრობლემებზე და არა გადაჭრის გზებში მონაწილეობა, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა არ არის მისაღები. შეეხება გაბერილს შტატებზე, როგორც ისინი ამბობენ, არანაირი ცვლილება ამ მხრივ ბიუჯეტში წარმოდგენილი არ ყოფილა, ცოტა გასაკვირია. ჩვენ ახლა კანონით უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ვამტკიცებდით ცვლილებას და ცვლილება იყო სოციალური პროგრამის დამატება. ამას არ დაუჭირეთ მათ მხარი. იქ სხვა რა ეწერა და როგორ ეწერა, ეს უკვე ადრე დამტკიცებული ბიუჯეტია, რაც შეეხება გაბერილ შტატებს და შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ განხორციელდა ის ოპტიმიზაცია, ეს რომ ვინც არ იყო რა თქმა უნდა საჭირო არასრულებდა, არ დადიოდა სამსახურში, ისინი წავიდნენ. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რა თქმა უნდა კანონით ჩვენ გავალდებულებს არჩევნების შემდეგ ჩავატაროთ და ჩატარდეს თვითმმართველობაში ისე გამჭვირვალე კონკურსები, შესაბამისად მანამდე რაღაც ისეთი ხალხის გაშვება, გამოშვებას მე ნამდვილად არ დაუჭერ მხარს. ადგილობრივი შემოსულობების გარდა, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხის ხარჯზეც გაიზარდა. ტრანსფერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ჩვენ გამოგვეყო კიდევ ერთხელ რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ეს არ იქნება კიდევ ერთხელ, ასე რომ ვთქვათ, ერთხელ გამოყოფილი თანხები, ეს თანხების გამოყოფა აქტიურ მუშაობიდან გამომდინარე რეგულარულად მოხდება და ჯამში დაფიქსირდება მართლაც უპრეცედენტო რაოდენობა იმისა, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო იქნება ამ ეტაპზე. ეს არის ამ ეტაპზე 2.200.000 ლარამდე არის მიმართული გზების რეაბილიტაციისათვის და დაახლოებით დარჩენილი ნაწილი 1.700.000-მდე ეს არის ღვარსადენის კეთილმოწყობა ხარებავას ქუჩაზე, რომელიც ძალიან პრობლემატურ და კომპლექსურ საკითხს წარმოადგენდა წლების მანძილზე. საკრებულოს 39 სხდომაზე დეპუტატებმა საქალაქო ტრანსპორტის ახალი სანებართვო პირობები და ნებართვის გაცემის ფასი განსაზღვრეს.
თვისახი აგერ გვერდია, პარლამენტი აგერ გვერდია, გაჩახჩახებულია გარეგანათება და ჩვენ სახში დენი არა გვაქვს. სოციალურად დაუცველების მოთხოვნები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ სამხატვრო აკადემიის შენობაში დროებით შესახლებული მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ისინი ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და არსებული პირობები გააპროტესტეს. მოსახლეობას წლებია ელექტროენერგია არ მიეწოდება და საშინელ ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება. არც დენი გვაქვს, არც წყალი გვაქვს, ტუალეტი არ არის. ცელოფნებით, ხალხი ვედრებით, იქავი არხიჩადის იქ ყრის ამ ნაგავს. ახლა სიცხები რო დაიწყება, იმისანამ მდგომარეობა იქნება, იქ ვერავინ ვერ გაჩერდება. უბრალოდ გამლელიც კი. ხო შეიძლება ვიღაცა მოგვაქციოს ყურადღება. ჩვენი მოთხოვნა არის ან დენის შემოგვიყვანონ, ან სადმე მონახონ ფართი და შეგვასახლოთ. არც გვასახლებენ, არც ყლავენ და ცოცხლებსაც აგვტოვებენ და ჩვენ თვითონ წდებით იქით. ანტისანიტარია, საშინელება, ყველას ნერვოზი, ყველას სასწრაფო, ხელში 6 ოჯახში 6 სასწრაფო მოწის მთელი დღის განმავლობაში. ან სათავსო გაგვიჩინო და გადაგვიყონო ისეთი რომ პირობები ქონდეს, რომ ელემენტარული პირობა რომ ბავშვ მოუარო, ან და სინათლე მაინც მოგცენ. სანთლის შუქზე გაზრდილია ეს ბავშვი იქ დაბადებულია. რა დააშავა ამან? ანტისანიტარია კრუგში. არც გველი გვაკლია, არც თაგვი და არაფერი სიგრახე. აქციის რამდენიმე მონაწილეს შეხვდა დღეს საბინაოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. სოციალურად დაუცველები ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. ეს ადამიანები არიან არალეგალურად შეჭრილი სახელმწიფო ფონებაში, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ ჩვენ არ გვქონდა უფლება რაღაც დახმარება, სანამ სისხლის სამართლის საქმე არ დამთავრდებოდა, რაღაც უფლებები გამოგვეყენებია. დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ საგამოძიებელ ორგანოებთან, მერიასთან, ბატონი მერი ჩავაყენეთ საქმის კურსი და მივიღეთ თანხმობა, რომ ჩვენ დავეხმაროთ, გადავდგათ ეს ნაბიჯი და გავთხოვოთ ენერგოპროს, რომ შეიყვანოს დენი და ამას გავაკეთებთ. სამხატვრო აკადემიის ყოფილ შენობაში 30-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ქუთაისის იუსტიციის სახლთან შეპესე ქეთურინას მუშებმა აქცია გამართეს. დაზარალებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ, რომელიც წელიწად ნახევარია არ აუღიათ. სასამართლოს დადგენილებით კი მუშებისთვის შეპესე ქეთურინას დავალიანება 7500 ლარი უნდა აენაზღაურებინა, თუმცა სახელი შეიცვალა და გზა 21 დაერქვა. მუშების ხელფასების შეპესეს დღემდე არ გაუწია. ისინი იუსტიციის მინისტრ თეატრულუკიანს მიმართავენ და სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებენ. მუშების მოთხოვნა არის, რომ მიიღონ კუთვნილი ხელფასი და მოთხოვნა არის თეატრულუკიანისადმი, რომ გულისხმიერი ადამიანები მოიყვანოს თავის სამსახურში და სამართლიანობა თუ კი თავისთვის აღიდგნენ და დაჯდნენ სკამებზე, კეთილინებონ და სამართლიანობა ხალხისთვის აღადგინონ. მოუწოდებ კიდევ ერთხელ თეატრულუკიანს. კეთილი ინებოს, გულისხმიერი ადამიანები მოიყვანოს სამსახურებში და კეთილი ინებოს, სამართლიანობა აღადგინონ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენ ხელფასს. ვიმუშავეთ 2013 წლის იმითი მარტიდან იყო ხელშეკრულება დადობილი და ეს ხელფასი არ იძლევია და ვის უნდა მიმართოთ ვერ გავიგეთ. სასამართლოში დავწერეთ განცხადება, შევიტანეთ, არაფერი რეაგირება არ არის და ვითხოვთ ჩვენ კუთვნილ ხელფასს. ავდგებით ახლა და რა ვნახოთ? სამსახურები არა არსად, 5 სულს ვარჩენ ოჯახში. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სამსახურის ახალი ინიციატივა მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ დღეს ჟურნალისტებს პირადად გააცნო. 1 აპრილიდან 70,000 და კიდევ უფრო დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ადგილობრივი ბიუჯეტი თანადაფინანსების პრინციპით დაფარავს. აღნიშნული პროექტისთვის 300,000 ლარია გათვალისწინებული და 6500 ოჯახი ისარგებლებს. შოთა მურღულიას განმარტებით საჭირო თანხა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით მოხდა. ეს პროგრამა ეხება სოციალურად დაუცველი ადამიანების და ამ შემთხვევაში საუბარია 70,000-დან ნაკლები ქულის მქონე ოჯახებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური მრიცხველი ყოველ თვიურად თანხების ჯარიცხვას დენთან დაკავშირებით. ეს იქნება პროპორციული თანადაფინანსება, ეს სრული დაფინანსება ვერ იქნება, გააჩნია ოჯახი რამდენს მოიხმარს იმის მიხედვით და ეს მოხდება ყოველთვიურად ჯარიცხვა მათ აბონენტის ნომერზე
საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდა ჩვენისთვის ამ ყველაფრის იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა. შეიძლება ახალი პროგრამა ეს 10 წელი არ განხორციელებულა ამ ქალაქში და ძალიან კარგია რომ ბიუჯეტმა და თვითმმართველობამ შეძლო ის რომ მოიძია ამისთვის რესურსები. რაც შეეხება თანხებს, ესე იგი 1 და 2 სულიან ოჯახებს ეს იქნება, ესე იგი 36 ლარი, 3, 4 და 5 სულიან ოჯახებზე იქნება 54 ლარი, 6 და 7 სულიან ოჯახზე იქნება 72 ლარი, ხოლო 8 და 10 სულიან ოჯახებზე იქნება 90 ლარი. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება მხოლოდ 9 თვეზე გადანაწილებული პროპორციულად თავისთავად. მომავალი წლიდან 32 თვეზე იქნება გადანაწილებული, შესაბამისად ეს თანხები მოიმატებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ. ამბობენ, რომ სააკაშვილის მიზანი საქმის მსვლელობის სკანდალზე გადატანა. ექს-პრეზიდენტმა რუსთავი 2 ეთერში გაკეთებულ განცხადებაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მის მეუღლესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. შეხვედრაზე გოგლა ჟვანიამ სააკაშვილის განცხადებას უზნეო უწოდა. შემითხრა მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ. ეს არის მისი სიტყვები. ეხლა რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე თანხაზე მქონდა ლაპარაკი, იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ როდესაც მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა, ერთ-ერთი ვერსია ჩემი იყო ის, რომ იქნება რახან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნება აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და ეს მკვლელობა მოხდა შეიძლება იმის გამოც, რომ ამ ადამიანმა რაღაცა იქიდან მოიპარა. შეიძლება და ეს თანხაც ყოფილიყო. მით უფრო რომ მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომელიც იყო სეიფებში, იყო დაკარგული. ეხლა რაც შეეხება ფოტომასალებს და ვიდეო მასალებს, რომელიც გავრცელდა. ეს მასალები მე გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, იყო აი სადაც კუჩი აქვს გადმოწეული და ჩანდა სისხლჩაქცევა. ეს ფოტო მე რომ შემხვდა, მე მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, რომ ესეთი ფოტო არსებობს მეთქი და აი ესეთი დაზიანება არსებობს თქო. ადეიშვილმა მითხრა, აბა მოიტანეთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. აი მითხარით ახლა რა უნდა მექნა მე. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა მორიგი უზნეო განცხადება, რომელსაც ნამდვილად ვერ დავტოვებდით უპასუხოთ. რაც შეეხება FBI-ს დასკვნებს, დელიკატურ თემებს და ასე შემდეგ. არსებობს ერთადერთი დასკვნა FBI-ს. ეს არის ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა ნიკალას მუშაობასთან დაკავშირებით. მათ აგრეთვე გამოკვლეული აქვს სისხლი და დაადგინეს სისხლში კარბოქსი გემოგლობინის ოდენობა. ეს არის და ეს ორი კონკრეტული დასკვნა არის ამ საქმეში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ზურაბ ჟვანიას მეგობრებიც გამოეხმაურნენ. გუშინ კორიანტელი იყო ტყუილების, მაგრამ გარკვეულწილად მე მისი მესმის, იმიტომ რომ ეს არის კედელთან მიყუდებული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ მის მოღვაწეობას საბოლოო პასუხს გაცემს ზურაბ ჟვანია. ვაცხადებდი ყოველთვის პირველივე დღიდან, როგორც კი ზურა გარდაიცვალა, რომ მე მაქვს ჩემი აზრი, რომ ზურა არის მოკლული, მე არ შემიცვლია ეს აზრი არასდროს და არც არასდროს ამ წლების განმავლობაში, როცა მე მუდმივად ამას ლაპარაკობდი. არც ერთ ნაციონალს არ მოსულა ჩემთან და არ უთქვია რატო ლაპარაკობ ამას ქალბატონო ელნე. არასდროს. ესე იგი მე მქონდა ამისი ასე ვთქვათ უფლება და ძალიან კარგად იცოდნენ რომ მაინც არ გამაჩერებდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ მოყოლილი ისტორია მისი რეალობის შემთხვევაშიც კი გამოძიებისათვის არაფერს შეცვლის. შეურაცხყოფელია ჟვანიას ოჯახის მიმართ განცხადება. შეურაცხყოფელია, იმიტომ რომ ჭორაობა დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა იმის გამო, რომ როგორღაც თავი აარიდოს პასუხისგებლობას და რაღაცა გამოსავალი იპოვოს. საუბრობს თემაზე, რომელიც საქმესთან არაფრის მომტანი არ არის. რომ ყოფილიყო ესეთი ფაქტი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავ შევიკავე კომენტირებისგან და ჟვანიას მეუღლე გასცემს ყველაზე კარგ პასუხს ამ ყველაფერზე, მაგრამ რისი მომტანი იყო ამის თქმა? აი რა საქმეში რამე შეიცვლება
უბრალოდ მიხეილ სააკაშვილმა რაღაცა თემა შეცვალა და შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ერთხელ ამ ოჯახს. მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან შეხვედრის დეტალები რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ექს-პრემიერის ოჯახის წევრებმა მისთვის უცნაურ თემებზე დაიწყეს საუბარი. სააკაშვილი იხსენებს, რომ თითქოს ქადაგიძემ მას უთხრა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ზურას დიდი თანხა მისცეს და ამ თანხის ამოღება სურდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მის დაკითხვაზეც გააკეთა კომენტარი, გამოძიებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ, უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა, ძმამ, მეუღლემ. და მეუღლე სთხოვა, რომ ჩემთან მოსულიყო. მოვიდა და მეუთხარ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? ნირო შეხო იყავი ადგილზე, როცა ეს მოხდა, სადაც მოხდა, ნახე ყველაფერი როგორც იყო, ყველაფერს ესწრებოდი. შენ გონია რომ ვინმე რამეს მალავს ან რამე სხვანაირად არის თუ არა არ მგონია თუ შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდეს მაგრამ არასოდეს დამოწევ რაც მითხრა მაგრამ ხო იციო რომ ზურას როგორც ყველა პოლიტიკოს ქონდა ბევრი ფული მე ვთხარ მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია რომ ზურას ქონდა ფული საიდან მოიტანა ერთ-ერთმა მითხრაო რომ 2 დღით ადრე რომ მიცა მას ძალიან დიდი თანხა და აი თანხის ნაწილი მინდა რომ ამოვიღო მაინც, იმიტომ რომ ალბათ ვებ დაცვის თანამშრომლებმაო, სანამ ჩვენ მივიდოდითო, ხო არ წაიღეს ეს თანხაო შემთხვევით. აი, მე ვთხარ, ეხლა გამოდის რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ და მე ვთხარ, ჩვენ ვერ შევდახვდებით ახლა. თავარი არის ძალიან მარტივად. საქმე. ივანიშვილმა გაბედა და სახეში მითხრა რამდენჯერმე, ჩემ მასთან კონტაქტების დროს 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომ თუ არ ჩავიკმეთე ხმას თუ როგორც თვითონ ეხლა გავაგრძელებთ მენტალური ძალადობის განხორციელებას ქართულ ხალხზე შევეცდებოდა რომ ქართული ხალხი შემდგომში მეცხოვრებია სიცრუით მას ვიტირებ გაცნობით რომ ჩემთვის წინამდე გაგზავნეს სისხლისამართი საქმეს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. თემასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის დაბარებული დაკითხვაზე. ქუთაისში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 3 ახალი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის წყლის 24 საათიან მიწოდებას უზრუნველყოფს. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ქუთაისში ამორტიზებული მაგისტრალი სულ 56 ქუჩაზე იცვლება. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ გაერთიანებული წყალმარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ლევან კირკიტაძესთან ერთად დაათვალიერა. ჩვენ ესე იგი დაახლოებით 4-ჯერ მეტ რესურს მივიღებთ, ანუ 10,000-იანი იქნება, 5,000-იანზე 2-ჯერ მეტი და არ იქნება ეს დაზიანებული, იქნება თანამედროვედ გაკეთებული და რეალურად შეგვეძლება რომ სამნიშნველოდ გავზარდოთ წყლის მიწოდების რესურსი. რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება სამუშაოები, თუმცა არც ერთი დღე არ იკარგება, ტექნიკა მუშაობს. შესაბამისად, საკმაოდ მოცულობითია, ისე როგორც ადამიანები არიან დასაქმებული, რაც ჩვენთვის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ხდება საკმაოდ ისეთი რთული პრობლემის გადაჭრა. ეხლა ვიმყოფებით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რეზერვუარის მშენებლობის პროცესია, დასრულებულია დემონტაჟის სამუშაოები და უკვე მიმდინარეობს შენობის ჩასხმის სამუშაოები. ამ რეზერვუარიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მიეწოდება წყალი. პროექტი არის 3 წელიწადზე გათვლილი, მაგრამ სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. აქ იქნება 10,000 კუბის მოცულობის რეზერვუარი, 3 რეზერვუარი შენდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსაშვილმა იმერეთის პრობაციის ბიუროში პრობაციონერებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი არსაშვილმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა, კერძოდ სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შექმნის მნიშვნელობაზე, უახლეს პერიოდში დაგეგმილი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების გახსნაზე, აგრეთვე პირობით მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე და კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებში სისტემატიურად გაიმართა. პირობით მსჯავრდებულებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სააგენტოში შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული, ეს არის სარეაბილიტაციო პროგრამების მართვის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ
ყველა რეგიონში სოციალური მუშაკების მომსახურეობას და ფსიქოლოგის მომსახურეობას. ანუ ნებისმიერი პირობით მსჯავრდებული, ვისაც ექნება საჭიროება აი ამ სერვისების გამოყენების, მას ხელი მიუწვდება მიმდინარე წლიდან ყველა რეგიონში ამ სერვისებზე. გარდა ამისა, გავაცნობთ ასევე პირობით მსჯავრდებულებს იმ სიახლეებს, რომელიც იგეგმება ახლო მომავალში, ეს იქნება დასაქმების მიმართულებით სხვადასხვა პროექტები.